სტიქების მიხედვით 60 წელიწადში ერთხელ ხდება მსგავსი სტიქიის, მაგალითად ცეცხლოვანი ცხენის წელი 60 წელიწადში ერთხელ არის. 60 წელიწადში? 60 წელს ვინც 60 წლის გახდა, ზუსტად მათთან არის ეს ცეცხლოვანი ცხენი. საინტერესოა. აი იმ სიმბოლურ დატვირთვებზე მინდა გკითხოთ, რაც აქვს აი ამ მოდი პირველ რიგში ვიკითხოთ ცეცხლოვან ცხენს და შემდეგ იმ სიმბოლოებს, რაც მას უკავშირდება. თვითონ ცხენი არის ერთ-ერთი ერთგულების, დიპლომატიის და წარმატების სიმბოლო. სხვათა შორის ფენშუიში ჩვენ წელი დგება თუ არ დგება, ცხენის ფიგურებს ვიყენებთ, იმიტომ რომ ეს არის კარიერის სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნალიც არის ესეთი პოპულარული, ნალის სიმბოლოსაც ვიყენებთ. მათ ძალიან დიდი კავშირი აქვთ. რაც შეეხება თვითონ ცეცხლოვან ცხენს, ის არის ძალიან სწრაფი და ცვლილებების მომტანი. თვითონ ცეცხლი არის ისეთი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად მოედოს ერთ პატარა ადგილზე. ასე რომ ძალიან საინტერესო წელს მოგვიტანს, ძალიან დიდ ცვლილებებს მოგვიტანს და რაც მთავარი არის, ჩვენ ის უნდა დავიმორჩილოთ და დავიმეგობროთ. ცხენს უყვარს მეგობრობა და კარგი განწყობა, ასე რომ ბევრ სიყვარულს გთხოვს 2026 წელს. ცითარი, აი ყველა ცხენს აქვს ესე ზემოთ ფეხები. აი როგორი უნდა ხო, როგორ უნდა გქონდეს, როგორ უნდა შევიძინოთ წელს ცხენი, აუცილებლად უნდა გქონდეს სახლში ესეთი ფიგურა და როგორი უნდა იყოს. საერთოდ ესე არის ფენშუის მიხედვით და საერთოდ სიმბოლიზმით უნდა იყოს ბედნიერი და არ უნდა იყოს მოწყენილი და ესე დამჯდარი და დაბნელი რომ მოიტანოს. დიახ, რომ ცხენი დგას. 7 ცხენი არ არის კარგი. აუთ ვეღარ გააჩერე. 7 ცხენი არ არის კარგი. რაც უფრო მეტად არის მასზე გამოკვეთილი სხვადასხვა მანევრი, მით უკეთესი არის, იმიტომ რომ სწორედ შემიმჩნევია. დიახ, ვისაც ჯერა და უყვარს ეს სიმბოლოები, ისინი ცდილობენ, რომ გამოიყენონ ისე სწორად, როგორც მაგალითად ფეხება აწეული ცხენი, რომ მოუტას მას წარმატებას და სხვანაირს არ იყიდეს ეს ადამიანი. აი ვისთვის არის ეს წელი ყველაზე მეტად წარმატებული? სხვათა შორის ფავორიტები ყავს თავისი. თვითონ ცხენი ითვლება როგორც ატმის ყვავილი. ატმის ყვავილი არის სიყვარულის აქტივატორი. და არის ნიშნები, რომლებსაც ეხმარება ეს და წელს სხვათა შორის იქნება ძალიან დიდი სიყვარულის ენერგია, იმიტომ რომ ცეცხლის ენერგიას ეს მოაქვს, მაგრამ ასევე ცეცხლის ენერგიას მეორე მხარეს, როდესაც იქნება ასევე ნგრევებიც. და მისი ფავორიტი ნიშნები არიან კურდღელი, ხარი, მამლის წელში დაბადებული ადამიანები. და ერთადერთი რაც არის ეს გამონაკლისი, ეს არის ვირთხა. ვირთხის წელში დაბადებულებს ისთვის ის მტერი არის. ასე რომ წელს ვეფხვის წელში დაბადებულებისთვის ნეიტრალური არის. და მხოლოდ ვირთხისთვის არის ესეთი საშიშროება და სხვათა შორის ყველას არ შეუძლია წელს შეიყვანოს წითელი ცხენი, მაგალითად ვირთხის წელში დაბადებულ ადამიანებს ეკრძალებათ. სხვა ფერში, თეთრ ფერში მე სპეციალურად აი წარმატებული. საინტერესო დეტალია. მინდა ის ვერძია და თან ვირთხის წელში დაბადებული და თვითონ ითვლება წყალია. მისი სექტორი არის ჩრდილოეთი და ფენშუის მიხედვით, რადგან განლაგებები არის სექტორულად, წყალი არის და ცეცხლოვანი არის სამხრეთი ცხენის ენერგია და წყალს და ცეცხლს აქვს პრობლემები, აქედან გამომდინარე ვირთხებისთვის არ იქნება სასარგებლო. ესე იგი თეთრი ცხენი უნდა შევიყვანო მე. დღეს წელს მე მგონი ჩვენ რაღაცნაირად გაგვიმართლა, ნამდვილად შეგვიძლია წითელი ცეცხლი აღარ იყო და ცხენი შევიყვანოთ სახლში და როგორც შენაბობ ფეხები ზევით და ასე შემდეგ. ვისაუბრეთ ფერებზე, რა ფერები არის წელს აქტუალური? იქნება შემდეგ წელს. რადგან ცხენის წელი 17 თებერვალს დადგება საახალწლოდ რაღაც აკრძალვებს, ჩვენ არ ვთვლით, იმიტომ რომ ეხლა ისევ გველის წელი იქნება ჩვენ 31 დეკემბერს, როცა შევხვდებით ახალ წელს. იქიდან გამომდინარე არ არის აკრძალვები ფერებზე, მაგრამ 17 თებერვლიდან იქნება წყლის სტიქიის ფერზე ძალიან დიდი აქტიურობა. საერთოდ ფერებს დიზაინერები ამის მიხედვით ცვლიან ხოლმე. იყო პერიოდი, როდესაც მაგალითად ძალიან დიდმა ბრენდებმა აარჩიეს წითელი ფერი. მაგრამ წელს ამოიღებენ, იქნება ცისფერი, უფრო მშვიდი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, თეთრი და ლურჯი ფერები
ყველაზე ესეთი პოპულარული. მათ შორის საფულეებიც წითელი იქნება შესაგროვებელი, რომელსაც ყოველდღიურად არ იხმარენ, იმიტომ რომ ამას ყოველთვის ვიყენებთ როგორც კონვერტებს საფულეებს, მაგრამ წელს თვითონ ლურჯი, შავი და ცისფერი ფერის საფულე იქნება წლის ბარაქის საფულე. ой, რა კარგია. საინტერესოა და იცით რა მაინტერესებს, ახლა ისე ვერ გაგიშვებთ რომ კითხოთ, ზოგადად ციფრებს რაღაც ესეთ სიმბოლური დატვირთვა აქვს ხოლმე და ჩვენ ბევრისთვის ძალიან ბევრისთვის კი. მე მინდა კითხოთ, აი როგორ უნდა გავიგოთ, რომელია ჩვენი ციფრი და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენ სასარგებლოდ. ან თუ არსებობს საერთოდ ეს ეგრეთ წოდებული სასიკეთო კოდები. ძალიან ბევრნაირი მეთოდი არის ამ კოდების დაბადების თარიღის ჯამურით, მთლიანი დღე, თქვათ თვე და წელი, როდესაც ჯამდება და ერთ ციფრზე დაგვყავს და სხვადასხვანაირი ნუმეროლოგია არის. მაგალითად, ფენშუის მიხედვით ჩვენ გვაქვს ესეთი გუას ციფრის გამოთვლა. მამაკაცებში დაბადების ბოლო ორ ციფრს ვაჯამებთ, რასაც მივიღებთ 10-ს უნდა გამოვაკლოთ, რაც დარჩება, ის არის პერსონალური გუა. ერთი წუთი ახლა პერსონალური გუა. ლოგიკურად გავაკეთოთ, ხო? აბა თქვენ შენი გისმენთ. მითხარით უნდა გამოვიაროთ. ანუ შენი დაბადების თარიღი 1990. შენი დაბადების ბოლო ორ ციფრს დიახ. დააჯამებთ, დაიყვანთ ციფრზე. აი ნახეთ, დავაჯამეთ. 1998 წელს. 900 უნდა მივუმატო 8. 900 მივუმატეთ 8, 17 დიახ. დიახ. 1 მივუმატეთ 7. 8. 10 გამოვაკელით ახლა ეს 8. 2. 2 გამოდის თქვენი ციფრი. მართლა? ქალებში არის ქალებში როგორ არის მეც მეინტერესებს. 2-ია და რა ვშვები? ყველას თავისი სტიქი აქვს. ქალებში სხვანაირად არის. ბოლო ორ ციფრს დავაჯამებთ. 2012 რომ წელს ხარ 13. დიახ. გამახსენე. 2002-ში. 2002-ში. კი ბატონო. 2 გამოდის და ვუმატებთ 5-ს. ვუმატებთ 5-ს. 5 რატომ? სქესების მიხედვით არის. მამაკაცის შემთხვევაში ვაკლებთ 10. ჩემ შემთხვევაში 1 გამოდის. და დასრულდა ეს არის? და 7 გამოდის მაგალითად. ნახეთ როგორ არის. ერთიანი არის წყლის სტიქია და მომავლის ციფრი არის, რომელიც დაიწყება მომავლის ინვესტიციები, წარმატება, ფინანსური კეთილდღეობა და მსგავსი თემები აქვს. ის არის საწყისი და ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ მათემატიკურადაც ესე არის. შემდეგ მოდის 2, რომელიც არის მაგალითად მიწის სტიქია. მიწის ენერგია აქვს და მას ყველა ციფრს აქვს თავისი სარგებელი. მასაც შეუძლია ოღონდ შრომის შედეგად ფინანსური ენერგიის მოზიდვა. ყველაზე კარგ მხარეებს შევხედოთ, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცელი არის ეს თემა. კი ბატონო. შემდეგ არის 3, 4. ერთ წუთი 3-ზე და 4-ზე გადავართ. როგორ გამოვიყენო, ეგ ვერ გავიგე მე პოდკასტში. ციფრები შეგიძლიათ გამოიყენოთ. მიწის სტიქია, რას ნიშნავს? ესე იგი, მიწის ენერგიებთან თქვენ გეკნება ძალიან კარგი კავშირი. მისი ფერები რაც არის, ბუნებასთან ურთიერთობა, როდესაც მაგალითად არ გექნებათ ისეთი განწყობა ან რაღაცა პრობლემები გაქვთ, პირდაპირ კავშირი მიწასთან. ეს არის ფეხშიშველი, როდესაც დადიან მიწაზე. ანუ ჩემ შემთხვევაში წყალთან, ხო? მე შემთხვევაში თქვა ერთიანისთვის წყალი არის. ვიღაცის ცხრიანისთვის მაგალითად ცეცხლი არის. აი მაგალითად ეს ციფრები რა ციფრებიც არის ახლა ჩვენთან. აი თუ არის წარმატების მომტანი სიტყვაზე, მაგალითად სახლის ნომერი რომ იგივე გქონდეს, მობილურის ნომერში რომ გქონდეს გამოყენებული ეს ციფრები, ანუ ესეც შესაძლებელია, ხო, პერსონალური ციფრები. შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ტელეფონის ნომრებში, ასევე სახლის. მაგალითად შეიძლება სპორტსმენი იყო და ნომერი აიღო, ნომერი 1, ნომერი 2 და ასე შემდეგ. ეს შეიძლება უფრო მეტად წარმატების მომტანი იყოს. შეიძლება გეჭიროს კომბინაციებიც, რომელსაც აქვს წარმატების კოდები, მაგალითად 168. მანქანის ნომრები, აი დააკვირდით, იყო პერიოდი, როდესაც იყო 7-იანები ძალიან პოპულარული. შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც 8-იანები. ეხლა ხვდებით ალბათ, მაგრამ 2 წელია შეიცვალა, წავიდა 9-იანების პერიოდი. ბევრი 9-იანი ფიგურირებს. 1-იანის პერიოდი, როდესაც დაიწყება, მე 1-იანები, იმიტომ რომ ამას გაცნობიერებულად ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს და როდესაც მიდიან იმ დასკვნამდე რომ რა არჩიონ, პერსონალური ციფრი არის 1-ით. ამიტომ ცდილობენ რომ არჩიონ რაც იქნება გლობალურად, ენერგეტიკულად ძლიერი. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ 9-იანის პერიოდში, ცეცხლის პერიოდში. ამიტომ არის 2054 წლამდე იქნება 9-იანები ძალიან პოპულარული, ძალიან ბევრგან შეხვდები და უმაღლესი ციფრი იქნება 9. მაშინ 2054 წელს რომ მოგიწვიოთ სტუბლად შეიძლება თუ გეცდება რა იქნება შემდეგ. შევიკრიბოთ ისე. ესე იგი ჩემი არის 7, ხო? შენი და რა ვის ვეკუთვნი? ნახეთ, წაგან არ დავასრულე, 3 და 4 არის ხე, 5-იც არის მიწა, 6 და 7 არის მეტალი. მეტალი? ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ეს ფერები, მეტალი, მათთვის
რეალურად მეტალის ტარება არის წარმატების მომტანი. რკინები გიკეთია? ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ქვეცნობიერს რა უყვარს? იცის რომ ძვირიანი მეტალი არის ოქრო. ქვეცნობიერისთვის 6-იანს და 7-იანისთვის ეს ძალიან სასარგებლოც გია. ვა, რა საინტერესო. მე არის რიანი მიწა და ცხრიანი და ცეცხლმა რა ქნას? ჩვენ ცეცხლის ენერგია სხვათა შორის, როგორც ფერების გამოყენებაში, ასევე სანთლების დანთებით ძალიან კარგად გრძნობენ მზეზე უყვართ ყოფნა. ცეცხლის ენერგია არის მზე, რომელიც არის მაცოცხლებელი ენერგია მთელი სამყაროსთვის. აი ნახეთ, გასწრაფოთ, აი დიახ. როდესაც ჰოროსკოპითაც თევზები ხარ და შენი რიცხვი ერთიანია და წყალში ხარ თავიდან ბოლომდე, ეს კიდევ ზედმეტი რაღაც წარმატების სიმბოლოა თუ აი ძალიან კარგია ეს, რა თქმა უნდა, წყლის ენერგია ითვლება ერთ-ერთი ენერგია არის, რომელიც ფინანსურ ენერგიას ამოძრავებს. წყალში შეუძლია ძალიან ბევრი სასიკეთო რამის მოტანა. და ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ ჩვენ ცხოვრებაში რა არის ბალანსი? ბალანსი არის 5 ელემენტის ბალანსი. ცხოვრება ჩვენს გარემოში ჰარმონიასთან და ბუნებასთან. 5 ელემენტი არის აქედან აღებული, ეს მიწა, ხე და ყველაფერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სიცოცხლისთვის და დედამიწისთვის.